ჩავაბარეთ ეხლა რა არხებს ფლობთ ტელეკომპანიები და რა ვიცი, მოგვივა წერილები სახით, რომ რომელი იქნება მერე გასაშვები ან ხელშეკრულება დასადები, გადასახდელი, რა ვიცი. ვინც არის ფასიანი არხი, ყველასთან უნდა ხელშეკრულება გავაფორმოთ. ჩემი აბონენტები თუ იხდიდნენ რაღაც გარკვეულ თანხას, მე თუ ძვირ პროდუქტს ვიყიდი, რა თქმა უნდა ზურს დავადებ, მაგრამ აბონენტები ზარალდებიან ახლა. მე არ გამორიცხავ, რომ საკაბელო გადასახადმა, საკაბელო ოპერატორების გადასახადებმა მოიმატოს, მაგრამ არსებობს კანონის მოთხოვნა, არსებობს კომისიის მოთხოვნა. გარკვეულ ვალდებულებებზე რა ვალდებულებებიც აქვს. კანონმდებლობა არსებობს კანონი, ყველა მაუწყებელი ვალდებულია თავის ეთერში განათავსოს ლიცენზირებული პროდუქცია. ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა და ამ საკაბელო ტელევიზიების უკან არის მაყურებელი, ანუ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. კომისიას არ ქონდა და დღესაც არ მიაჩნია, რომ უნდა ქონდეს ხისტი პოზიცია და არასოდეს არ შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა საკაბელოებთან მხოლოდ ჯარიმებით, პირიქით, ჩვენ ყოველთვის მივდივართ მოლაპარაკების გზით და დღესაც ეს შეხვედრა ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმის, რომ კომისია თანამშრომლობს საკაბელო ოპერატორებთან. და თქვათ, კომისიას შეეძლო დაეჯარიმოს